ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საკითხის განხილვა, რომელიც შეეხებოდა ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებას. ეს იდეა ეკუთვნის საინიციატივო ჯგუფს და ისინი ითხოვდნენ, რომ სარეფერენდუმო კითხვა ყოფილიყო შემდეგი, აქვს თუ არა მოქმედ პარლამენტს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია. ვიდრე საბოლოოდ გადაწყვეტილება გამოცხადებოდა და ეს გადაწყვეტილება არის შემდეგი, რომ რეგისტრაციაზეც უარი უთხრეს საინიციატივო ჯგუფის წევრებს, ვიდრე ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა, გაიმართა დისკუსია და მათ შორის მოვისმინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლებოდა, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარება ყოფილიყო პრობლემური. პირველ რიგში ისინი საუბრობენ კანონზე, ამბობენ, რომ კანონის მიხედვით იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს რეფერენდუმი, საჭიროა მოსახლეობის აზრი გამოიკითხონ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით, მათ შორის საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, რაც ამ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში არ გამოვიდოდა. გარდა ამისა, ცესკო ამბობს იმას, რომ თუ მაგალითად რეფერენდუმი ჩატარდებოდა, ასე შეფერხდებოდა პარლამენტის მუშაობა და ეს კანონის დარღვევა იქნებოდა, რადგან დეპუტატებს აქვთ მანდატი და მათ კონსტიტუცია იცავთ, როგორც იურიდიულ დეპარტამენტში განმარტეს. ცესკოსი გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ასევე ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იდეის ავტორებს რეფერენდუმის ჩატარებაზე უთხრეს უარი, ეს იყო ტექნიკური ნაწილი, კერძოდ საუბარია იმის შესახებ, რომ როგორც იურისტები ამბობენ, ამ მოთხოვნის ავტორებს არ ქონდათ მითითებული საკუთარი ტელეფონის ნომრები განცხადებაში. პარლამენტში მოქმედი დეპუტატები ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებას, რომლებიც არჩეულია 4 წლის ვადით და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი 25 მუხლი იცავს მათ უფლებას, რომ ისინი არჩეულიყვნენ შესაბამის პოზიციაზე, მათი ასე ვთქვათ, გამოწვევა დაუშვებელია, აქედან გამომდინარე რეფერენდუმის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა გამოიწვევს მათ უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას და შესაბამისად მათი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. გარდა ამისა, არ არის მითითებული საინიციატივო ჯგუფის სავალდებულო რეკვიზიტები, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, კერძოდ არ არის მითითებული საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები. საერთო ჯამში აღნიშნული საფუძვლები არ იძლევა სარეფერენდუმო შემოთავაზებული საკითხისა და საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების საფუძველს, აქედან გამომდინარე წარმოდგენილია პროექტი რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ. თუ კი რაღაც ხარვეზი არსებობს ტექნიკური ხასიათის, მიღებული წესია ხა სასამართლოებშიც და ნებისმიერ საჯარო დაწესებულებებში ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე აღნიშნავენ ხარვეზს და აძლევენ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. უფრო ინტერპრეტაციას გავს ამ საკითხის რეფერენდუმზე განხილვის დაბლოკის პოლიტიკური პროცესის მარძომიერად განხორციელებისათვის. მე კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი მოთხოვნა კანონიერია, ამისი არგუმენტირება წარმოდგენილი გვაქვს. ამის შემდეგ უკვე გაიმართა დისკუსია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს ჰქონდათ შეკითხვები საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, კერძოდ ისინი ამბობენ, რომ ბუნდოვანი იყო თავშივე მოთხოვნა სარეფერენდუმო კითხვის შესახებ. უფრო კონკრეტულად კომისიის წევრები ცდილობდნენ გამოერკვიათ, რისი გარკვევა სურდათ ამ რეფერენდუმით იდეის ავტორებს და რას გულისხმობდნენ ნდობის გამოცხადებასა და ლეგიტიმაციაში. იქიდან გამომდინარე, რომ თავშივე ნათელი იყო, როგორ დასრულდებოდა დღევანდელი სხდომა, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ცესკოში თქვეს, რომ ისინი დაიწყებენ სამართლებრივ დავას სასამართლოში ამ უარის გამო და ასევე აღნიშნავენ, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებაში არ წყდება ნებათა ხელვა, შეჩერებული აქვს ქვეყანას დახმარება და არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მოქმედი პარლამენტის საქმიანობის შესახებ. თუმცა საინტერესოა ერთი დეტალი, რომ თავად ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები დარწმუნებით ამბობენ და მათ ეჭვი არ ეპარებათ იმის შესახებ, რომ თუ მაგალითად რეფერენდუმი ჩატარდება, ამ რეფერენდუმის შედეგი იქნება ერთი, რომ პარლამენტის საქმიანობაში ეჭვი არავის შეეპარება. ხალხის ძალაუფლება, რომელიც კონსტიტუციურად გარანტირებულია, არის შეზღუდული. აქ ჩვენ უკვე გადავდივართ პოლიტიკურ საკითხში, რაც მე მგონი მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის. თქვენ გიწერიათ განცხადებაში, რომ აღნიშნული საკითხი არ არის მიმართული ტექსტი, ახლა ზუსტად ვერ ციტირებ, მაგრამ შინაარსი არ არის მიმართული არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
ნუ გასაგებია შინაარსი თვითონ რას გულისხმობს, მაგრამ თქვენი ამ ჩანაწერის განცხადებაში მოყვანის მოტივაცია რა იყო რომ ამიხსნათ? მოტივაცია ის იყო, რომ გაუგებრობას არ ქონოდა ადგილი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გაუგებრობა მაინც ვერ ავიცილეთ ჩვენ თავიდან. სერიოზულად განვიხილავთ CSKO-ს გადაწყვეტილებას, თუ კი ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება CSKO-ს გარკვეული შენიშვნების წინადადებების მიხედვით ჩვენი განცხადების კორექციის, თუ კი რაღაცა ხარვეზი არსებობს, თუ ამის საშუალება არ მოგვეცემა, ჩვენ რასაკვირველია ვიმოქმედებთ კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და აუცილებლად სამართლებრივ ნაბიჯებს გადავდგავთ და მივცეთ ხალხს საშუალება დააფიქსიროს უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელზეც უკვე მიდის მთელი იწილო-ბიწილო და ქვეყანა ფაქტობრივად ზარალობს ამისგან. გაჩერებულია პროგრამები, გაჩერებულია ურთიერთობები, ნორმალური სრულფასოვანი ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის. გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, CSKO-ში არც ამჯერად დაუჭირეს მხარი რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყანაში, ისე კი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიუმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის რეფერენდუმის გამართვის იდეით. სხვადასხვა სარეფერენდუმო კითხვები არსებობდა, მაგრამ ძირითად ფაქტორად ყოველთვის ასახელებენ იმას, რის გამოც არ ინიშნება ეს რეფერენდუმები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ მოახდენენ მოსახლეობის აზრის გაგებას, რასაც ითვალისწინებს კანონი. კონსტიტუციის მიხედვით კი, მათ შორის რეფერენდუმის დანიშნა შეუძლია პრეზიდენტსაც, პარლამენტის მთავრობის ან 200,000-მდე ადამიანის მიმართვის შემთხვევაში, თუმცა როგორც უკვე გაიგეთ, დღევანდელი მიმართვაც CSKO-ში დასრულდა იმით, რომ მათ რეგისტრაციაშიც არ გაატარეს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა.